გადაცემაში სამი ძმანი გურულები არა, მაგრამ დაძმანი გურულები მოვიწვიეთ. პროექტ მიმღერეს მონაწილეები გიორგი და ნინო სიხარულიძეები, აპლოდისმენტებით შევეგებთ. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გაგვიხარდა ძალიან თქვენი სტუმრობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში მოკლედ ძალიან კარგი ამბავია. ესე იგი გურულებს სიმღერა გაქვთ სამ ძმაზე. კი ბატონო. მაგრამ დაძმაზე რატომ არ გაქვთ საინტერესო? აბა დავფიქრდებით. და შემდგომ ხო ისე ლეგიტიმური შეკითხვაა ეხლა სამძმაზე არის მაგრამ დაძმაზეც საჭიროა და ამიტომ დაფიქრდით და შეიძლება რაღაცა კარგი ამბავიც გამოვიდეს. ძამია და დაია. ძამია და დაია ხო. გალბატონ ნინოს მინდა ვკითხო ჯერ გიორგი თუ წინააღმდეგი არ იქნები. თქვენი აზრით უკვე აი მე რამდენი თაობა იქნება რაც გურული სიხარულიძეების სიხარულს ჩუქნით საზოგადოებას. ჩვენ ოჯახს თუ ვიგულისხმებთ? თქვენ ოჯახზე ზუსტად გეწოდინებათ და ზოგადად სიხარულიძეები? ნუ რა მოთვლის? ბევრი, რა თქმა უნდა, გვარი მღერო და ოდითგანვე. ოდითგანვე, კი ბატონო. მომღერალთა გვარი. კი ბატონო, ბატონი გომარ სიხარულიძე, ლეგენდარული კომპოზიტორი ქართველი, შემდგომ თქვენ ნუ მისი მამა, მისი ბაბუა, იმის რა თქმა უნდა, ყველა წინაპრები. მთელი გვარი მღერის. მთელი გვარი მღერის და ესე იგი ხო? და არა მარტო ჩვენი შტო. დიახ. ზოგადად სიხარულიძე. სიხარულიძეები. მომღერალი გვარია სიხარულიძეები. ესე იგი, სადაც სიხარულიძეს დავინახავ, შემიძლია მაჟმრა ვუთხრა და ეგრევე იქიდან მეორე ხმა, ამ პირველი ხმა წამოვა. ძალიან კარგი, გავითვალისწინე. ანუ ეგ ეხლა ხო გურული ამბავი და კრიმანჭულები, ნუ გასაგებია. ნინო, მიმღერეს პორტფოლიოში თქვით ესეთი რამ, რომ აქ ისეთი ოჯახური განწყობა, რომ გინდა არ გინდა ბედნიერი ხარო. კი, ნამდვილად. ვადასტურებთ ამას. ვადასტურებ, იმიტომ რომ ბედნიერება დაგვახვედრეს და შეგვექმნეს. საოცარი პროექტია, მართლა ძალიან კარგი. საოცარი პროექტია. კი ბატონო, ისე როგორ იყო მარტივად დათანხმდით თუ იყო თქვენ შემთხვევაში ცოტა ჭოჭმანი ხო? ეს გაჭირდა. ნინო გაჭირდა, ესე მაგრამ დაიყოლიეთ საბოლოოდ. საბედნიეროდ ხო? საბედნიეროდ. სხვათა შორის ხო ყველა აღნიშნავს ხოლმე ამ ფაქტს რომ ძალიან ოჯახური გარემოა. პროექტ მიმღერეში ყველა სეზონის მონაწილესთან მქონია პრაქტიკულად შეხება და მე მგონი საბოლოოდ თქვენ ისეთ ოჯახურ გარემოს ქნით იქ რომ კომუნალურებსაც გადაიხდით ბოლოს ალბათ ხო რომ ვიღაცა აიხებს ამას და თუ ოჯახში კომუნალურებია ოჯახი ხრამია თუ როგორ კი ბატონო ხო იქ რა დენის სიხარულიძეები რაღაცა გადაიხდიან ესენი რა ქვია ჯავახიშვილები ჩიკოვანი მიჩივაშვილები კი ბატონო მოყვება შემდეგ ნინო, მუსიკის პედაგოგი ხართ. ისე რა უფრო მოსწონს ახალთაობას ქართული ხალხური, ქალაქური სიმღერები თუ TikTok ტრენდები? ჩემდა საბედნიეროდ ეხლა მე ვარ ფოლკლორის მიმართულებით და ამიტომ TikTok ტრენდები არა? არა. ყოველ შემთხვევაში მე ვერ მიმხელენ. შეიძლება მოწონთ. ხო, გასაგებია, კი ბატონო. გიორგი, თქვენ ესე იგი, მე ვიცი და ყველამ ასევე რეჟისორი ბრძანდებით, ახლა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კი ბატონო. ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდებოდით. კი, 11 წელი. 11 წელი მახსოვს მეც კარგად ეგ პერიოდი და როგორ გაიხსენებთ? ეხ ქუთაისურ ძალიან კარგად გავიხსენებ და მოღვაწეობას. ეს იყო მართლა საოცარი პერიოდი, ეხლა სულ ახლახანს გარდაიცვალა საოცარი კოლორიტი ქუთაისელი, აი ყველა ქუთაისში რო გაიკითხო პაუზა ყველა მიწის. ხო და მახსოვს ერთხელ ესეთი შემთხვევა მოხდა, რომ მანქანა დაეჯახა. დიახ. და ნუ ეხლა გავიჟდით ყველა რომ რა ხდება როგორ, ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად. პაუზა მეუნება მე რომ კაცი აღმოჩნდა გომარიჩი ძალიან კარგი კაცი აღმოჩნდა ბოშები ყველაფერი ძალიან კარგი და გააუმარჯოს ღმერთმა და მეორე დღეს შედვართ ეზოში და არ მოვიდა ეს ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი მართლა კარგი ვინც და ხო და როგორ ძანდები და კარგად ავარ ძალიან შენგენაცვალე შეიჭირენ და 500 ლარი ამოიღო და პაუზას ეუბნება რომ რაღაცაშიო მოიხო. რას ლაპარაკობ შენ გენაწვალე ბავშვები ყავსო ოჯახი და ბავშვებს მოახმარებ რა და
აუ გაგიმარჯოს ღმერთმა და წავიდა ეს კაცი და გამოვხედა და გომარიც ისე 7 ლარი მომეცი რა თუ კაცი კარგია. იმას არ გამოვარტო 7 ლარი მოგთხოვა თქვენ. ხო, ნამდვილად კარგი მეც ღირსეული, კეთილშობილესი და ძალიან კარგი ადამიანი გაანაცვლოს ღმერთმა. ნამდვილად კი ბატონო. გიორგი, ანუ რადგან ახლა თუმანიშვილის თეატრშიც ასევე იყავით, ხო? და ესე იგი იქნებოდა ახლა თეატრალურ წრეში კიდევ ხო? ამბები დარწმუნებული ვარ ისე ბევრი სად არ მოგზაურობთ. ახალციხეში ძალიან კარგი ისტორია შემოთქვა. ესე იგი იქაც ვდგაო სპექტაკლს და იქ იყო საოცარი მსახიობი და ძალიან კარგი კაცი ვაჟა ნიკოლაშვილი. დიახ. აი საოცარი ადამიანი და კარგი პიროვნება და რაღაცა მსახიობებზე ვსაუბრობთ, თეატრზე ვსაუბრობთ და გულგატეხილი იყო რომ რაღაცა დრო შეიცვალო, ჩვენ დროს სხვა დამოკიდებულება იყო, სხვა პატივისცემა იყო, სცენის მიმართ სხვა მოკრძალება იყო და აი ამ თემებზე ვსაუბრობთ. და მოვიდა ახალგაზრდა გოგო, აი დაბარებულივით რა. მოვიდა ესეთი კეკლუცი რაღაცა სცენაზე როგორ მოვხვდებიო. ხო და ბატონი ვაჟა უყურებს და წვალებით ჩვილო ეგრე მარტივად არ არის და გენიალურია წვალებით ჩვილო შეკითხვა რანაირ სცენაზე როგორ მოვხვდი რა ეგონა ნეტა რა სუპასი ვიღაცას ეძებდა ხო მივხვდი წვალებით კარგი პასუხი ვისარგებლებ შემთხვევით და ახლა აუცილებლად მამაზეც მინდა გკითხოთ 2-20 სიტყვა გითხრათ უпростоრეთ უდიდესი ქართველი კომპოზიტორი ჩარი რამა მხოლოდ რა დღის ხო იცი რომ ბატონ გომარსი ხარულიც ის არის რაჭველები ყველაზე სწრაფები მსოფლიოში და ასე შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მასზე ასეთი საინტერესო პასაჟი ძახდით იხსენებთ რომ ბავშვობაში მამა ხან შაშს მოგვასმენინებდა ხან ჩხარტს და ამბობდა ალბათ აქედან მოდის კრიმანჭულიო ეგრე იყო ხო? გურიაში სოფელში ერთხელ გამაღვიძა დილით. საერთოდ ადრე იღვიძებდა თვითონ. ხო. და ესე ჩასაწყებული. უსმენს გალობას რა. და სიხო მეუნება ადექი აი მამა დილა ადრეა და. აი უსმინეო. და აი რაღაცა მე ამს გავსებს იქ აი მემაშვება რა კრიმანჭულს უხევს რა რომ აი ნახე ხა ჩხართვირას იზავს. ეხა ნახე შაშვი და უეჭველიო აქედან გაჩთაო გლეხ კაცმაო აქედან დაბადა კრიმანჭული საინტერესო საზრება სხვათა შორის ჯიმი რომ ყავს ჩვენი მეგობარი გადაცემაში ჯაბოვიჩი მას ბავშვობაში ასმენინებდნენ ხან მგლის ყმუილს ხან დათვის ბღავილს და აქედან მოდის მისი სიმღერები და ისე გადახვევა შაშვი და დაჭყარტი და გიორგი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ ესეთ რამს, რომ ჩემთვის ყველაზე ჯანსაღი ატმოსფერო არის სუფრაზე. ყველაზე კომფორტული. კომფორტული. ხო, კი ბატონო, კომფორტული. ხო და მაშინ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი აქედან ყველაზე კომფორტულ გარემოში რომ გადავინაცვლოთ ჩაწერის მერე. დიდი სიამოვნებით ვიქეიფებ თქვენთან ერთად და შემოგვიერთება ბენდის და ერთი კარგი კეიფი შეიძლება. კომფორტული გარემო, გელა. მადლობა სტუმრობისთვის, არაჩვეულებრივი სტუმრობისთვის, ძალიან კარგი ამბებისთვის და რა თქმა უნდა გთხოვოთ სანამ კომფორტის ზონაში გადავინაცვლებთ მანამდე ერთი სიმღერა ჩვენ გადაცემაში შევუსრულოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ რომ მეგობრებო, ყოველ პარასკევს ჩვენი გადაცემის შემდეგ მიმღერეს, დაელოდეთ, უცქირეთ, უსმინეთ და ისიამოვნეთ. გთხოვთ